ძალიან ხშირად ასეთ შეცდომას უშვებენ ხოლმე ადამიანები. შეხედეთ, დაჯეს გამო აქ აჩვენებენ ხელს. მაგალითად, ამ დროს ზაღლი ხტება და რეალურად ხშირ შემთხვევაში თან იცით როდის აკეთებენ? აი მაგალითად ჩემ ზაღს უკეთებენ ხოლმე. ანუ ჩემ ნასწავლ დაჯეს ფაქტიურად უფუჭებენ სხვები. და შეიძლება ვერ ხვდებიან. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგადად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტექნიკას, სად ასე ვთქვათ, დაიჭერ ხელს. დააკვირდით ახლა მე თორის ხვირიდან ერთი მტკაველით აქეთ რო დავიჭერ ხელს, ზაღლი ადგება. დააკვირდით? აი ადგება. მაგალითად, თუ მე ხვირთან მივიტან და ამოვიტან ხელს დააკვირდით, თორი დაჯდება. ხედავთ? მაგრამ თუ ხელს აი აქ დავიჭერ, თორი ახტება. ყოჩახ. ესე იგი, როგორი მომენტი არის? აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ თუ ტექნიკა ზედმიწევნით არ იცით, არ გააკეთებინოთ აი ესე უბრალოდ და განსაკუთრებით შიშით. კიდე რომ აი მე თითქოს ხელზე არ მიკბინოს და ანუ ამ დროს ზაღს ემართება უნდობლობის მომენტი და მე ეს უნდობლობა უფრო გაუჯდება და მაგალითად ნახეთ რა იციან ხოლმე. ეხლა განახებთ უფრო ახლოდან. მაგალითად რო აძლევს ნექს ანუ ეხლა თორი ბევრად შვიდად იღებს და წყნარად, ხო? ზოგმა ზაღმა იცის მე რომ ეს ძალიან გამოგართავს. იცოდეთ რომ აქედან მოდის. ხო თორი. ხო გინდა. ხმა. ყოჩი.